მე-20 საუკუნეში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების ერთ-ერთი მექა იყო. დაწყებული ისეთი დიდებული მხატვრებით, როგორებიც ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი იყვნენ. გაგრძელებული მერაბ ბერძენიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის დარის სკულპტორ მოქანდაკეებით. ამავე კატეგორიის დიად ხელოვანთა რიგებს განეკუთვნება ზურაბ წერეთელიც, რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რომელმაც უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა. მის შესახებ აზრი ორად იყოფა, ის ან ძალიან არ მოსწონთ და რუსული იმპერიალისტური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ან თავგამოდებით უჭერენ მხარს მისი მონუმენტების ქალაქის სხვადასხვა უბნებში აღმართვას. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთი რამ ფაქტია: ზურაბ წერეთლის შემოქმედების გავლენა აჩრდილივით დასდევს ქართულ ხელოვნებას და არ შორდება. ის თბილისში ინჟინერ-მშენებლისა და ყოფილი არისტოკრატების ოჯახში 1934 წელს დაიბადა. მისი პროფესიის არჩევაზე დიდი როლი ითამაშა ოჯახმა, სადაც ხშირად იკრიბებოდა შემოქმედებითი ინტელიგენცია და ცნობილი მხატვრები დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე და სხვები. მხატვარი იყო ბიძაც გიორგი ნიჟარაძე, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია სკულპტორის მომავალ არჩევანზე. კრიტიკოსები მის ნამუშევრებს ერთფეროვნად, მოსაწყენად, უგემოვნოდ მიიჩნევდნენ, რის გამოც წლების განმავლობაში მისი თითქმის ყველა ცნობილი სკულპტურა მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა. იქნებოდა ეს თბილისში აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება თუ მოსკოვის ცენტრში პეტრე პირველის 98 მეტრიანი სკულპტურა, რომელსაც რაიონის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. თავად წერეთელი კი მშვიდად ხვდებოდა კრიტიკას და ამბობდა, რომ თავის დროზე ეიფელის კოშკით დაწუნებული იყო, თუმცა დღეს პარიზი მის გარეშე არავის წარმოუდგენია. 1960-63 წლებში ზურაბ წერეთელი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შტატიან მხატვრად და მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მოგვიანებით დაიკავა უფროსი ხელოსნის პოზიცია თბილისის მხატვართა ფონდის ინდუსტრიულ კომბინატში, სადაც დაიწყო ექსპერიმენტები ბრინჯაოს, ქვის, მინის, ხის და მოზაიკის გამოყენებით. აგრეთვე მუშაობდა ჯგუფურ შეკვეთებზე საჯარო შენობებისთვის. 1964 წელს პირველად იმოგზაურა უცხოეთში, კერძოდ საფრანგეთში, პარიზში 3 თვე დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ესტუმრა პაბლო პიკასოს სახელოსნოში, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მის შემდგომ შემოქმედებაზე. მოგვიანებით ასევე გაეცნო მარკ შაგალსა და სხვა იმპრესიონისტ და პოსტიმპრესიონისტ მხატვრებს, რომელთა სტილური გავლენაც იგრძნობა წერეთლის შემოქმედებაში. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ის დაინიშნა შავი ზღვის საკურორტო ზონების მთავარ დიზაინერად საბჭოთა კავშირში, მათ შორის გამოირჩევა პიცუნდა და ადლერი. პიცუნდას პროექტის დასრულების შემდეგ 1967 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს წერეთელი დაინიშნა მოსკოვში გამართული 22 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მთავარ დიზაინერად. იმავე წელს დაასრულა ნამუშევარი ჰიმნი ადამიანს, რომელიც დღესაც ამშვენებს იზმაილოვოს სასტუმრო კომპლექსის საკონცერტო სინემატოგრაფიულ დარბაზს. ამ ნამუშევრისთვის მან მიიღო სახალხოთა მეგობრობის ორდენი. 1991 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ქართველმა მხატვარმა საქართველოს ოჯახთან ერთად 1989 წელს დატოვა და რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელ ლიდერთან, ზვიად გამსახურდიასთან კონფლიქტის გამო მიიღო. მოსკოვში მან მალევე მოიპოვა ქალაქის მერის იური ლუჟკოვის მხარდაჭერა და ფაქტობრივად ქალაქის ნომერ 1 მონუმენტალისტად იქცა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი პროექტებია მაცხოვრის ტაძრის რეკონსტრუქცია, მანეჟის მოედანი, ომის მემორიალი პოკლონნაია გორაზე, მოსკოვის ზოოპარკი და 98 მეტრიანი მონუმენტი პეტრე პირველის სახელზე, რომელმაც სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია მოსკოველებში. ზურაბ წერეთლის შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ მას ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში არსებული წმინდა ნინოს მონუმენტი, ასევე წერეთელს ეკუთვნის თავისუფლების მოედანზე მდგარი წმინდა გიორგი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ აჩუქა თავის ქალაქს. ხაზგასასმელი ფაქტია ისიც, რომ წლების განმავლობაში მის ეზოს ვლადიმერ პუტინის სკულპტურა ამშვენებდა, თუმცა თავად ავტორი ჯიუტად ამბობდა, რომ ეს არ იყო პუტინის სკულპტურა, არამედ სკულპტურა სახელწოდებით ჯანსაღს ხელში ჯანსაღი სულია. მოგვიანებით კი აღიარა, რომ პეტერბურგში ბავშვთა შეჯიბრებაზე პუტინის დგომის მანერა მოეწონა, ჩანახატი გააკეთა, ხასიათი დაიჭირა და ამის შემდეგ უკვე ნაშრომს ფრთებით შეასხა. ქართველი არტისტი წევრი იყო მრავალი ორგანიზაციისა თუ ასოციაციის, მათ შორის მსოფლიო ელიტის აკადემიის 1997 წლიდან. მის სიმდიდრეზე საბჭოთა კავშირშივე დადიოდა ლეგენდები. პირველი ფული მხატვრობით საბჭოთა პერიოდში ნიანგისთვის კარიკატურების ხატვით იშოვა. პირველი პერსონალური გამოფენა კი 1998 წელს ჰქონდა სახელწოდებით ინესა, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა გამოცემამ ქართველ მილიარდერთა ათეულში $2 მილიარდი წერეთელი შეიყვანა, თუმცა თავად ქართველმა
მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილითაც კი დაემუქრა. დღემდე უცნობია რეალურად რა ქონების პატრონი იყო რუსეთში მცხოვრები პუტინის კარზე აღიარებული მხატვარი, რადგან ამ თემაზე საუბარს წერეთელი ყოველთვის თავს არიდებდა და ამბობდა, რომ მისი ქონება თავისი ხელოვნების ნიმუშები იყო. თუმცა 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ რუსულ სტატიაში მის ქონებაზე წერდნენ, რომ $5 მილიონ ფლობდა, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რეალურ რიცხვთან ახლოსაც არ არის. დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ძმებ ლაზიშვილების შემდეგ სწორედ ზურაბ წერეთელი იყო პირველი ქართველი მილიონერი საბჭოთა კავშირში. გადმოცემის მიხედვით საქმიანობა ბიჭვინთის ხელოვნების სახლების, საცურაო აუზების მოზაიკით მოპირკეთებით დაიწყო, შემდეგ ავტობუსების სადგომი და პროფკავშირების სასახლეები გააფორმა. ამის შემდეგ მილიონერი გახდა, რადგან ფული ჰქონდა შეკვეთებისთვის საჭირო მასალას იძენდა და შემდეგ ძვირად ყიდდა. 70-80-იანი წლების თბილისის აივნების რესტავრაცია ზურაბ წერეთელმა გააკეთა და მასვე დაევალა ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლამპიონების გაკეთებაც. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა, მხატვარი პომპეზურობით გამოირჩეოდა, ცხოვრობდა ფეშენებელურ სახლში, დადიოდა ძვირადღირებული მანქანებით, მუდამ ელეგანტურად ეცვა. მაჯას ოქროს საათი და სამეჯურები უმშვენებდა, ხელს კი დიდი ზომის ოქროს ბეჭდები. ეს ყველაფერი უკვე ნათლად აჩვენებს ზურაბ წერეთლის სიდიადეს და წარმატებას. შესაბამისად, გასაკვირი არაა თუ რატომ ითვლება ის ხელოვნების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად. მას არ ეშინოდა გამოწვევების, ხშირად აკეთებდა მასშტაბურ და პროვოკაციულ ნამუშევრებს, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა დისკუსიის ცენტრში ყოფნას. ასეთი გაბედულება ხელოვნებაში მხოლოდ გამორჩეულებს ახასიათებდა და ერთ-ერთი სწორედ წერეთელი იყო, რომელმაც საკუთარი სახელი ხელოვნების მდიდარ ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა.